გამარჯობათ, დღეს გაჩვენებთ როგორ დავაინსტალიროთ Translate Press-ის პრემიუმ ვერსია. ორიოდე სიტყვით გეტყვით თუ რა იქნება ამისთვის საჭირო, გაჩვენებთ დეტალურად პროცესს და ვიდეოს ბოლოში მექნება 10%-იანი ფასდაკლება მათთვის, ვინც გადაწყვეტს პრემიუმ ვერსიაზე გადასვლას და ასევე მექნება გაგრძელება ამ ვიდეოსი, სადაც იქნება ახსნა თუ რატომ უნდა შეიძინოთ პრემიუმ ვერსია და რატომ არის ის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი საიტის SEO პროექტისთვის. ეს ვიდეო არის გაგრძელება აი ამ პირველი ვიდეოსი, სადაც საუბარი არის როგორ დავაყენოთ Translate Press-ის უფასო ვერსია. ამ უფასო ვერსიის გარეშე ვერ დავაინსტალირებთ პრემიუმ ვერსიას, ასე რომ ეს ვიდეო არის ლოგიკური გაგრძელება და გამოდის რომ ეს არის მეორე სერია, ესე ვთქვათ რა. სერიალები ვისაც გიყვართ მათთვის. კარგი, გადავიდეთ ესე იგი. აქ გვაქვს ჩვენ საიტის მართვის პანელი. გადავიდეთ საიტის მართვის პანელში და ვნახავთ, რომ დაინსტალირებული არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაჩვენოთ, რომ Translate Press-ის უფასო ვერსია არის დაინსტალირებული, მაგრამ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, სანამ არ გადავალთ აი ამ ნაბიჯზე, ესე ვთქვათ რა. შევდივართ ჩვენს აკაუნტში. ასე. აი ასე. გადმოვიწეთ ჩვენს პრემიუმ ვერსიას. უფასო ვერსიისთვის აი ამას გადმოვიწერთ. პრემიუმ ვერსიისთვის ეს გვჭირდება. მაგრამ პრემიუმ ვერსიას გავიმეორებ, პრემიუმ ვერსიას ვერ დავაინსტალირებ, თუ არ მიყენია უფასო ვერსია. უფასო ვერსიის დაინსტალირების ვიდეო, როგორც გითხარით, უკვე აქ მაქვს და აკაუნტზე შესვლა არ ჭირდება ამას არსად, პირდაპირ WordPress-დან შეგიძლია დაინსტალიროთ. ამიტომ თუ არ იცით როგორ კეთდება, ძალიან კარგი იქნება რომ ეს ვიდეო ნახოთ. გადავიდეთ მოკლედ ისევ აკაუნტში და აი აქ პრემიუმ ვერსიას გადმოვიწერთ იმ ფოლდერში, სადაც გვინდა რომ გქონდეს. გადმოვიწერეთ, დავუბრუნდეთ ჩვენს საიტს, გადავიდეთ პლაგინების განყოფილებაში და დავაჭიროთ აი აქ ახალი პლაგინის დაინსტალირება, ან აქედან შეიძლება. აი აქედან დავაჭიროთ, კი ბატონო. ასე. მოვნახოთ ის ფოლდერი, სადაც გადმოვიწერეთ ის პრემიუმ ვერსია და ეს მე მგონი არ არის პრემიუმ ვერსია და ერთი წუთი დავუბრუნდეთ, აი ეს პერსონალი უნდა გადმოვიწეროთ. აი აქ უნდა გადმოვიწეროთ. მაშინ მთელი საქმე. დავუბრუნდებით. აი აქ. აი ეს არის პრემიუმი. შეიძლება სხვა რამე ეწეროს, მაგრამ მთავარია იქ აკაუნტში გაარკვიოთ რომელი რა არის და წესით მასე იქნება როგორც გაჩვენეთ. დავაინსტალირებთ ამას. გავააქტიურებთ. ამასობაში დავბრუნდეთ ჩვენს აკაუნტში და აი აქ გვაქვს ჩვენ სალიცენზიო გასაღები. დავაკოპირებთ. დავბრუნდებით ისევ საიტზე. გადავდივართ სეტინგებში და Translate Press მოვნახავთ. გადავდივართ ლიცენზიის განყოფილებაში. ჩავწერთ აქ ჩვენს ლიცენზიას და გავიმეორებ იმისთვის რომ გავააქტიუროთ SEO pack-ი, SEO pack-ი, SEO-ს ქართულად ვეძახი. ამისთვის უნდა გადავიდეთ add-onებში და მოვნიშნოთ ეს და დავაჭიროთ აქტივაციას. გარდა ამისა, პრემიუმ ვერსიაში კიდევ შესაძლებელი არის ორ ენაზე მეტის დამატება, ანუ თუ უფასო ვერსიაში არის მხოლოდ ორი ენა, პრემიუმ ვერსიაში არის 221 ენა და მე მგონი პლუს-მინუს რაღაცა, მოკლედ ყველა ენა არის, რაც კი არსებობს ჩემი აზრით. მე მგონი ესეა. კიდევ არის DeepL, ესეთი ავტომატური თარჯიმანი არის, რომელიც უფასო თარჯიმნებს ჯობია, ავტომატურებს. აქ საუბარი არის ხელოვნურ ინტელექტზე. ეს ბევრად უფრო ძლიერი არის, ბევრად უფრო ხარისხიანი API არის და უფრო შესაბამისად თარგმანიც უფრო ხარისხიანია. თუმცა აქვე დავამატებ იმას, რომ აუცილებლად ტექსტს კარგი იქნება რომ გადახედოს SEO სპეციალისტმა და copywriter-მა, იმიტომ რომ უბრალოდ ეს ავტომატური თარგმანის იმედზე ნოიქნებით დამიჯერეთ, აუცილებლად თვალის შევლებად ჭირდება.
აქ არის კიდევ ესეთი ფუნქცია, რომელიც შეგვიძლია გავააქტიუროთ იმ შემთხვევაში, თუ გჭირდება, რომ ავტომატურად დახვდეს ვიზიტორს საიტი იმ ენაზე, რომელსაც ვიზიტორი აქვს, დაუშვათ ვიზიტორს აქვს კომპიუტერი ან ბრაუზერი, რაღაც თვითონ ავტომატურ დეტექციას აკეთებს, თვითონ იგებს. მე სხვათა შორის ეს ფუნქცია არ მომწონს, იმიტომ რომ როდესაც მე გჭირდება სადღაც დაუშვათ შევდივარ საიტზე და მინდა ესპანურად ვნახო, მიირთავს ინგლისურად, მინდა გერმანულად ვნახო, მიირთავს ინგლისურად, დაუშვათ რომ ხედავს, რომ ყველაზე დაუშვათ ისეთი რაც გამოყენებადია ჩემს კომპიუტერში არის ინგლისური ენა არ მინდა ბატონო მინდა დავუშვათ იმ ორიგინალში ნახვა ხო და ამიტომ ეს ფუნქცია მე დიდად არ მომწონს თუმცა შეიძლება ვინმეს გამოადგეს და ვინმესთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს აქ არის კიდევ პრემიუმ ვერსიაში დამატება თარჯიმნის აკაუნთის რაც განსხვავდება ადმინისტრატორის აკაუნთისგან და დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია ესეც იმიტომ რომ ადამიანები რომ შემოდიან საიტზე დაუშვათ შეიძლება რაღაცა გაუგებრობა მოხდეს, რამე შეიძლება საიტზე შემთხვევით გააფუჭონ. ამ შემთხვევაში თარჯიმნის აკაუნთი, როდესაც ექნება ადამიანს, მან შეიძლება მას მხოლოდ თარგმანის გაკეთება და ნუ დიდს ვერაფერს ასე ვთქვათ, პლუს-მინუს ვერაფერს ვერ გააფუჭებს საიტზე სპეციალურად თუ შემთხვევით. ეს ფუნქცია არის, როდესაც ჩვენ გვინდა გვაქვს საიტზე კონტენტი, რომელსაც ნახულობს ცალკე ფასიანი ვიზიტორი რეგისტრირებული და დაუშვათ უფასო ვიზიტორი არის ესეთი საიტები, სადაც უფასოდ შემიძლია დავათვალო რაღაცა კონტენტი, მაგრამ თანხას თუ გადავიხდი, უკვე უფრო მეტი მოცულობის კონტენტია და შეიძლება რაღაც ექსკლუზიური კონტენტიც იყოს, რომელსაც ვერ ხედავს უფასო მომხმარებელი. ამ შემთხვევაშიც გვჭირდება ჩვენ რომ ვნახოთ როგორ გამოიყურება ყველა შემთხვევაში, ყველა ამ ვარიანტში საიტი და სად რა არის გადასათარგმნი. ეს ფუნქციაც ძალიან კარგი არის, სხვათა შორის გამოვიყენე რამდენჯერმე. ეს კარგი არის იმ შემთხვევაში, თუ დაუშვათ რომელიღაცა ენაზე, რომელიღაცა გვერდის გამოჩენა არ არის საჭირო, აი მაგალითისთვის აი მაგალითად ინგლისურ ენაზე არ მინდა გამოჩნდეს, განა რამეს ვმალავთ, უბრალოდ ნუ არ არის საჭირო გამოჩნდეს რაღაცა პროდუქცია, რომელიც დაუშვათ აი ინგლისურ ენოვანისთვის არ იქნება მისაღები და საინტერესო, მაგრამ ამავე დროს გერმანულ ენოვანი და ესპანურ ენოვანისთვის დაუშვათ ძალიან კარგი პროდუქცია არის და ამის მართვა შეგვიძლია მენიუში ამ პუნქტების ჩასმა. ეს არის და ეს ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ აი ამაზე განსაკუთრებით ვისაუბრებ. ცოტა მეტი დრო მინდა დავუთმო, თუმცა პატარა ვიდეოს ჩავწერ, მაგრამ უფრო დეტალურად და სიღრმისეულად მინდა განვიხილოთ, ან მინდა გაჩვენოთ ნიმუში. აქ ეხლა კიდევ ჩვენ გვჭირდება აი ამის გააქტიურების გარდა ჩვენ გვჭირდება უკვე კონკრეტულ ქმედებაზე გადავიდეთ, რომ გაჩვენოთ, მაგრამ ამით ეს დღევანდელი ვიდეო დამთავრდება, აქ გაჩვენეთ მე როგორ აქტიურდება პრემიუმ ვერსია, შეგახსენებთ, რომ პრემიუმ ვერსიის გასააქტიურებლად ჯერ უნდა დააყენოთ Translate Press-ის უფასო ვერსია, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ჩემს არხზე, ეს არის ჩემი არხი, ეს აი აქ ვიდეოებში რომ გადახვალთ, არის ეს ვიდეო და უფასოს დაყენების შემდეგ უკვე გადავდივართ აკაუნტში, გადმოვიწერთ პლაგინს, დავაინსტალირებთ ამ პლაგინს საიტზე, გავააქტიურებთ ამ SEO packs და შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ კონკრეტულად აი ამ დეტალზე. და აქვე მინდა გითხრათ, რომ მათთვის, ვინც გადაწყვეტს შეიძინოს ეს პრემიუმ ვერსია, მაქვს 10%-იანი ფასდაკლება და ჩემი საპარტნიორო ლინკი, რომელსაც აღწერაში დავდებ, ფასდაკლება აქვე შემიძლია გაჩვენოთ, მაგრამ კარგი იქნება, რომ ჩემი საპარტნიორო ლინკით შეიძინოთ. აი აქ დავუშვათ დააჭერთ Buy Now-ს და ფასდაკლების კუპონი არის აი ეს Vladimir KV 10. დავაჭერთ და გამოვიდა 10%-იანი ფასდაკლება. იმ შემთხვევაში თუ upgrade-ს აკეთებთ სხვადასხვა დაუშვათ გაქვთ სხვადასხვა ვარიანტები ნაყიდი, შეიძლება 15%-იანი ფასდაკლებაც იყოს, მაგრამ ეს 15%-იანი ფასდაკლება, როგორც ვიცი, ყოველთვის არ მუშაობს და ეს ჩემი ფასდაკლება მაინც სცადეთ გამოიყენეთ. შეიძლება კონკრეტულად იმ მომენტისთვის ყველაზე კარგი შემოთავაზება ეს იყოს. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა.